კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალი გახსნა. მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე სეცია, მათ შორის კულტურა, როგორც პოლიტიკური რეფორმებისა და სოციალური განვითარების ვექტორი, ასევე ევროკავშირის ინსტრუმენტები და საერთაშორისო თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები გაიმართება კონფერენციის შემდეგ. საღამოს მინისტრი გურამ ოდიშარია და ევროკომისარი განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საკითხებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაამართავენ. საღამომდე იქნება ძალიან ბევრი გამოსვლა, ძალიან დიდი კამათით, საუბარით, თუ რა როლი უკავია კულტურას საერთოდ პლანეტაზე და მე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. და მე ვფიქრობ, რომ ის დეკლარაცია, რომელიც მიიღება დღის ბოლოს, იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. პირველად ტარდება საქართველოში მინისტერიალი, სადაც ჩამოგზავნდა მეტად საპატივცემულო სტუმარი, ეს გახლავთ ევროპის კომისარი კულტურის, განათლების და ახალგაზრდობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი თემები იქნება. აქ წარმოდგენილი არიან კულტურის მინისტრები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და არასამთავრობო სექტორის, ვინც აქტიურობს კულტურის სფეროში. მთავარი თემა არის, როგორ შეიძლება რომ კულტურა გახდეს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური განვითარებისათვის. ძალიან მიხარია საქართველოში ყოფნა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობა, რომელსაც კულტურის მინისტრები ესწრებიან. ჩვენ გვსურს კულტურის სფეროში ურთიერთობების გაძლიერება ევროკავშირსა და მის მეგობარ ქვეყნებს შორის. ჩვენ ევროპას კულტურის ერთიან ტერიტორიად განვიხილავთ. სწორედ ამიტომ არის თუ არა რომელიმე ქვეყანა ევროკავშირის წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ამის მიუხედავად ჩვენ საქართველოს ასევე განვიხილავთ ერთიანი ევროპული კულტურის ნაწილად.